ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ფასების რეგულირება პროდუქტებზე და სოციალური ტვირთის შემცირება მოქალაქეებისთვის. პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა თარობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა. კერძო სექტორმა პრემიერს მიეწოდა ინფორმაცია, გაკეთდა განცხადებები, რომ საუბარი იყო საქმიანი და თანამშრომლობა გაგრძელდება. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში ეს იყო რიგით მესამე შეხვედრა. 2 დღის წინ პრემიერი უკვე ესაუბრა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს. პარალელურად ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში 2 უწყება სუსი და საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს. სურსათის გარდა კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს. თარობის ადმინისტრაციასთან მირიან გორგოძეს ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში ის დეტალებს მოგიყვება გისმენთ მირიან. დიახ, შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მხარეებმა ბუნებრივია რომ გაცვალეს ერთმანეთში მნიშვნელოვანი ინფორმაცია და კიდევ ერთხელ ისაუბრეს პრობლემის გადაჭრის გზებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებზე, როდესაც გადმოკვეთავს კონკრეტული პროდუქტი საქართველოს საზღვარს და აღმოჩნდება უკვე მაღაზიის დახლზე ფასნამატი არის საკმაოდ მაღალი, საუბარი არის დაახლოებით 86%-ზე, რაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით დაახლოებით 2-ჯერ და 3-ჯერ აღემატება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იგივე მაჩვენებელს. ამ 86%-დან ირაკლი კობახიძის განმარტებით დაახლოებით 44% დისტრიბუციის წილზე მოდის. ერთის მხრივ, როგორც პრემიერი განმარტავს, მნიშვნელოვანია თავის მხრივ ბიზნესის ინტერესები, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია მისივე სიტყვებით სოციალური ფაქტორი, ამიტომ არსებული პრობლემა, როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, უნდა გადაიჭრას ყველას ინტერესის გათვალისწინებით. პირველად იკვლევა აჩვენებს იმას, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და ფასნამატი, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც ჩვენი აზრით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესეთ მე პირადად ნახე მაგალითად გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი როგორც შეადგენს 20-დან 30%-მდე, ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე, 54%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ამში არის როგორც უკვე თქვა 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50% მაღალი ფასი, არის 2-ჯერ მეტი ფასი, 3-ჯერ მეტი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. აქაც ვიტყვი, რა თქმა უნდა, როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაბალანსდეს მაქსიმალურად ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და შევეცადოთ მაქსიმალურად, რამდენად ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევას. რაც შეეხება დისტრიბუტორებს, მათი განცხადებით შეხვედრა იყო საკმაოდ კონსტრუქციული და შესაბამისად მათ მიაწოდეს საკუთარი წინადადებები პრობლემის გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ კომისიის წარმომადგენლებს დისტრიბუტორების განცხადებით და ამავე დროს მათი შეფასებით პროდუქციის ფასში, რომელიც საქართველოშია, დისტრიბუცია მნიშვნელოვან როლს არ განსაზღვრავს, რადგან დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ის ხარჯი, რომელსაც სამარკეტო ქსელის წარმომადგენლები აწესებენ, მოექცეს გარკვეულწილად საერთაშორისო ჩარჩოებში და ამ შემთხვევაში მისი შეფასებით უკვე რჩება სივრცე იმისათვის, რომ საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დარეგულირდეს ფასები.
დაისვა კითხვები რიტეილის პოზიციებიდან გამომდინარე, რომელიც წინა შეხვედრაზე დაგროვდა, როდესაც სამთავრობო კომისია შეხვდა რიტეილ სექტორის წარმომადგენლებს და აღნიშნულთან დაკავშირებით მივაწოდეთ, რა თქმა უნდა, ინფორმაცია და პოზიციები სექტორის, რომ აქ რეალურად რაზეც შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია ჩვენ და სამწუხაროდ ვერ კარნახობს პირობას ბაზარზე. მათ შორის ვისაუბრეთ საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც გულისხმობს გავსი ტიპის ურთიერთობებში ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ეს კანონმდებლობა და ამ კუთხით რეგულირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არსებითად იმ საკითხებს ვერ გადაჭრის, რაც შეიძლება ფასებზე კიდევ დამატებით ზეგავლენას მოახდენდეს, მაგრამ რა თქმა უნდა დადებით როლს ითამაშებს. წარმოქმნა რო არის მაღალი, ამაზე რა თქმა უნდა თავხდებით, ამას გარკვეული მიზეზები აქვს, მაგ მიზეზებზე იყო საუბარი. ეს არის მარტო ერთი მხარის, მაგალითად ორივე მხარეს წარმოადგენს შემთხვევაში, ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით. შესაძლებელია. პრობლემა არის კომპლექსური და შესაბამისად ამ საკითხზე ბუნებრივია, რომ აქტიური მუშაობა კვლავ გაგრძელდება. პრემიერის ინიციატივით შექმნილი სპეციალური კომისია მსგავს შეხვედრებს გააგრძელებს და სავარაუდოდ უკვე შემდეგ კვირაში ორშაბათს მსგავსი ტიპის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება მეწარმეებთან და ასევე ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან. მადლობა, მთავრობის ადმინისტრაციიდან მირიან გორგოძე საუბრობდა. პრემიერის კიდევ ერთი ინიციატივა საჯარო დებატების კულტურის დაბრუნება მედიაში უკვე მეორე დღეა თემაზე პოლიტიკური შეფასებები ისმის. ირაკლი კობახიძის ინიციატივის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის საშუალება, რასაც ხელში უწყობს საჯარო დისკუსია და ჯანსაღი პოლემიკა, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტური საყრდენი. ოპოზიციაში აზრი ისევ ორად იყოფა, ნაწილი საკუთარ პირობებს აყენებს, ნაწილი კი ინიციატივას ეთანხმება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზაობას გამოვხატავთ დებატებისთვის და კიდევ მეორე აქამდეც არაერთხელ გაგზავნია შეთავაზება ოცნებისთვის. რა ფორმატს გადაწყვეტენ ისინი? ეს ჯერ არ ვიცით. ნებისმიერი ფორმატი, რაც არ უნდა თავსმოხვეული ფორმატი იყოს ოცნების მხრიდან, დებატებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, არაერთხელ გვითქვავს ვიდებატოთ და არა მხოლოდ ვიდებატოთ, ვიკამათოთ იმაზე, თუ საწაიყვანა ქვეყანა ქართულმა ოცნებამ. უნდათ კონსტრუქციული საუბარი, ვისაუბროთ ციფრებზე. უნდათ კორუფციაზე მტკიცებულებები, ეს მტკიცებულებები ჩემ ხელთაც არის და მათაც აქვთ პროკურატურის და სუსის არქივებში. მართლ გუნდში კი ამბობენ, რომ დებატებს შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში. შეთავაზება ეხება საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ჯანსაღი დისკუსიით არიან დაინტერესებულები. უმრავლესობა ამბობს, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მხარების პოზიციებისა და არგუმენტების უკეთ გააზრების შესაძლებლობა. ეს არის რა თქმა უნდა მისასალმებელი, რომ არსებობდეს ასეთი ტიპის ფორმატები. როგორც წესი ჩვენ ამ ბოლო წლების განმავლობაში მივეჩვიეთ რაღაც მონოლოგურ რეჟიმს. კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთის პირისპირ ხედან და თავის არგუმენტებს ასაბუთებენ. ან ერთმანეთის არგუმენტებს აბათილებენ. ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ელემენტი. ამიტომ ჩვენ ამ ფორმატს უნდა დავუბრუნდეთ და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს, ან რა არგუმენტები აქვს ამის თაობას. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ასეთი კულტურის ხელახლა მოbrunებას საქართველოში ხელს შეუწყობთ. ეს იყო ადრე თქვენ გახსოვთ, მაგრამ სამწუხაროდ მერე გაქრა. იმიტომ რომ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენს ოპონენტებს აუგზალეს ნებისმიერი კონტაქტი ჩვენთან. აი ესეთი დაპირისპირების დავალება ქონდათ მიღებული. ან ამას გააგრძელებენ ისევ და საზოგადოება ამას დაინახავს, ან არა და თუ ვინმეს რამე არგუმენტი გააჩნია, კეთილი ინებოს და საზოგადოების თვალწინ გააკეთოს ეს ყველაფერი. დისკუსიები, დებატები არის ყველა დემოკრატიული საზოგადოების ხერხემალი, ამიტომ ჩვენი მთავარი ინტერესიც და ამოსავალი წერტილიც ამ ინიციატივის საზოგადოებისთვის შეთავაზების იყო ის, რომ მაქსიმალურად ასთა ჭიდილში საუკეთესო იდეები, საუკეთესო გამოსავალი ამა თუ იმ პრობლემური საკითხიდან შევთავაზოთ საზოგადოებას. ეს შეთავაზება ბუნებრივია ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, მხოლოდ იმ საზოგადოებრივ წრეებს, რომლებიც არსებითად არიან დაინტერესებული ჯანსაღი დისკუსიით და არა რაღაც შოუების დადგმით და ლანძღვაგინებით, თუ იქნება სივრცე, სადაც შეგვიძლია შესაბამის გარემოში
არგუმენტებით ვიმსჯელოთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავერთვებით დიდი სიამოვნებით ამ ტიპის დისკუსიებში. თუმცა ამავე დროს ყველა იმ რადიკალს, რომლებმაც უკვე წინასწარ დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები, ბუნებრივია არც ჩვენ და არც საზოგადოებას არანაირი სასაუბრო ამ რადიკალებთან და ექსტრემისტებთან არ გვაქვს. აქ არის საუბარი ეს ინიციატივა ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს თუ ორგანიზაციებს, რომლებიც კიდევ ერთხელ დაინტერესებული არიან არგუმენტებით, კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით, დისკუსიით და დებატებით. მართული გუნდი მზად არის დისკუსიისთვის ყველა მხარესთან და მედიის შეთავაზებას ელოდება. პრემიერი ამბობს, რომ არაუგვიანეს ორი კვირისა ფორმატები უნდა არსებობდეს და შედგეს პირველი დებატები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ოპონენტების ნაწილი ცდილობს ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს, რადგან მათი ინტერესი პოლარიზაციის გაღრმავება. თავარია შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია თუ რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებისთვის. თავარია, რომ გაირღვეს ის შეკეტილი სივრცე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, რაც პრინციპში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხელოვნურად მოგვახვიეს თავს. თავარი მიზანი იყო რადიკალიზაციის გაღვივება საქართველოში, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკურ სისტემაში და მას აკეთებდნენ სრულიად მიზანმიმართულად. ხონდელ განცხადებაში ვახსენე გვარამია, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ყველაფერში. ის იგივე გინება ეთერში, ლანძღვა, ის ისტერიული გამოხდომები, რასაც მისი მხრიდან ხედავდით, ეს არ იყო კონკრეტული ადამიანის რაღაცა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოხატულება, ეს იყო კონკრეტული დავალების შესრულება, რადიკალიზაცია მედიაში, არ უნდა მიესვლებოდეს ადამიანს ტელევიზიაში. ეს იყო საბოლოო ჯამში ის შედეგი, რომელიც დადგა. რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღესასრიგი. თან აუცილებელი არ არის ეს დისკუსია მხოლოდ პოლიტიკოსებთან გაიშალოს. ჩვენ მზად ვართ საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსიისთვის. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან უფრო მეტად ველოდებით ჯანსაღ დისკუსიას და ამის ობიექტური ინტერესს, ხო? ამიტომ როცა ფორმატებზეა საუბარი, ჩვენ არ საუბრობთ მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის დებატებზე, რა თქმა უნდა, დებატების ეს ფორმატს აუცილებელია, არა მარტო მიზანშეწონილია, რომ არსებობდეს, არამედ აუცილებელია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკური სუბიექტები უნდა პაექრობდნენ ერთმანეთთან, იმისათვის რომ საზოგადოებას გაგებინონ სიმართლე და გაგეთებინონ ინფორმირებული არჩევანი, მაგრამ ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც, მაგალითად დარგის ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, რაც ბუნებრივია არანაკლებ ღირებულია თუ არა უფრო მეტად ღირებულია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს დებატები უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს, ვიდრე შეიძლება იყოს ვიწრო გაგებით პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური დისკუსია, რისთვისაც ჩვენ ასევე მზად ვართ. მათი დავალებაა, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს თემებთან დაკავშირებით და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ, იმისათვის რომ პოლარიზაცია და სიძულვილი გაღვივდეს ზოგადად ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი დავალება. ვისაც ეს დავალება არ აქვს, რა თქმა უნდა, ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის, დანარჩენი დეტალები ბუნებრივია დაზუსტება. რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი პოლარიზაციას როგორც ასეთ ვერ დაასრულებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახალ დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში. სიძულვილის შეკეტილი წრე შეუძლია, რომ გაარღვიოს და ყინულმჭრელი შეიძლება გახდეს ამ თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ინიციატივას, რომელთაც დღეს გამოვედით და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე უნდა დაიწყოს უკვე ეს პროცესი. არაუგვიანეს რაღაც ორი კვირისა უკვე რაღაც ფორმატები უნდა არსებობდეს ჩვენი წარმოდგენით და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის. სტრასბურგმა საიას არჩელის განხილვა დაიწყო. ორგანიზაცია სარჩელში საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევაზე საუბრობს, თუმცა არ დაკმაყოფილდა მომჩივანი მხარის მთავარი მოთხოვნა, რომელიც დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს უარი უთხრა და საკითხზე არ იმსჯელა. სასამართლოს საქმისთვის პრიორიტეტი არ მიუნიჭებია სარჩელი სტანდარტული პროცედურით დაჩქარების გარეშე განეხილება. სახელმწიფო გუნდში თვლია, რომ სასამართლოს კითხვების ფორმულირება კონკრეტული მტკიცებულებების
დაწესებულებების, საზღვარგარეთ უბნების რაოდენობის და საიას, როგორც დამკვირვებლის დავის უფლებაზე პირდაპირ მინიშნებაა, რომ სასამართლოს მომჩივანთა არგუმენტებში ეჭვი აქვს. იუსტიციის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ თავად საჩივრებიდან დგინდება, რომ დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების შეჩერება 2024 წლის ბოლოს არის მოთხოვნილი. ერთი საჩივარი არის მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით წარდგენილი. ჩვენი მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობ დროებით ღონისძიებას არ ყოფილა. ჩემთვის უცნობია ამის თაობაზე. საზოგადოებისთვის რატომ არ გახდა ცნობილი ეს ფაქტი თვითონ, რომ უარი მიიღეთ სტრასბურგის სასამართლოდან ამ მოთხოვნას. საიას არ ქონია გაგზავნილი დროებით ღონისძიების მოთხოვნა. შინაარს არ იცნობთ, ასე შეიძლება რომ გავიგოთ თქვენი ნათქვამი. საჩივრის შინაარსი, რომელიც მათ შორის გამოქვეყნდება ევროსასამართლოს ვებგვერდზე 2026 წლის 2 თებერვალს, ეს იქნება საჯაროების თარიღი, როცა სასამართლო ამას გამოაქვეყნებს, ყოველთვის იქნება საჯარო და მათ შეეძლებათ ნახონ თუ რა არის ის საქმის არსებითი ნაწილი, რომელზეც სასამართლომ დაიწყო მსჯელობა. საჩივრები ნაწილი შესულია 2024 წლის ბოლოს და ნაწილი 2025 წლის დასაწყისში, თუმცა ევროპული სასამართლო მას განიხილავს სტანდარტული პროცედურით დაჩქარების გარეშე. შესაბამისად, მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს ვადა წარადგინოს საკუთარი პოზიცია, შემდეგ ექნება თვითონ მომჩინებს შეპასუხების შესაძლებლობა და საბოლოო პოზიციას ისევ საქართველოს მთავრობა წარადგენს. საჩივრებიდან დგინდება, რომ მათ ნაწილს ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვიათ ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ევროპული სასამართლო ასევე სვამს კითხვას, საია არასამთავრობო ორგანიზაცია როგორც დამკვირვებელი, რამდენად შეიძლება იყოს მომჩივანი ამ საქმეში. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იქნება პრეცედენტული, რადგან რასაც გადაწყვეტს ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარებასთან დაკავშირებით და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზეც. რატომ დაუმალა საზოგადოება სტრასბურგის უარი დროებით ღონისძიებაზე? საიაში პასუხი არ აქვთ. ბრიფინგის შემდეგ ორგანიზაციამ წერილობითი განცხადებაც გავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენება სარჩელში არ მოუთხოვია. განსხვავებულია ჩანაწერი ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც მხარეებს შორის კორესპონდენციას ასახავს. საია წერს, რომ მათ 2024 წლის ნოემბერში 5 განცხადeblis სახელით წარადგინეს მოთხოვნა არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერებისთვის დროებითი ზომების დაწესებაზე. მართლ გუნდში ამბობენ, რომ საიამ სტრასბურგის უარი შეგნებულად დამალა და არსებობს არაერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომ საჩივრები სტრასბურგში კოორდინირებულად შევიდა და გადაწყვეტილებას ამ საჩივრებზე სწორედ საია იღებდა. ლელა ჯავახიშვილი გაგვაცნობს პოლიტიკურ განცხადებებს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ლელა. საია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მთავარი მომჩივანია, ბრიფინგზე დასმული კითხვების შემდეგ ახლა უკვე ორგანიზაციის სახელით გავრცელებული განცხადებით ცდილობს ახსნას, რატომ არაცნობა საზოგადოებას, რომ არჩევნების შედეგების შეჩერებაზე დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს იმ ფონზე, როდესაც ოფიციალურ მიმოწერაში თავადვე ადასტურებენ საპირისპიროს იმას, რომ ევროსასამართლოს უარის შესახებ იცოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დღეს ბრიფინგზე იმეორებდა, რომ სასამართლოში საჩივრები გაერთიან და ახალი განცხადებით კი ცდილობს დისტანცირება მოახდინოს ფიზიკური პირების საჩივრებისგან და ამტკიცებს, რომ თავად საიას დროებითი ღონისძიების გამოყენება არასდროს მოუთხოვია. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ორგანიზაცია ინფორმაციას შეგნებულად მალავდა და ახლაც შეგნებულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან სასამართლოში სარჩელები კოორდინირებულად შევიდა და საპასუხო ინფორმაციას სტრასბურგიდანაც სწორედ საია იღებდა. მათ უნდათ ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ისევ როგორც ყველა წინა არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნების დისკრედიტაცია. ეხლა მიმართეს თურმე სტრასბურგის სასამართლოს სასწრაფო ღონისძიების გატარების მიზნით, რომ არჩევნების შედეგების, ასე ვთქვათ, გაუქმება მომხდარიყო. ფიზიკური პირების სახელით იყო ფორმალურად თუ როგორ, ეს იყო მათი, ასე ვთქვათ, ეგიდით გაკეთებული ქმედება, ასე რომ ეს მათ სპეციალურად გააკეთეს, როგორც ჩანს, იმიტომ რომ რო არ მიეღო ეს გადაწყვეტილება სტრასბურგს, რაც ისეთი გადაწყვეტილება, რაც მათ ინტერესში არ შედიოდა, პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინათ, რასაც ეხლა ფაქტიურად ამბობენ, რომ ეს იყო ვიღაც კერძო პირების მიერ გაკეთებული ნაბიჯი. რაც შეეხება იმას, რომ
სტრასბურგი მათ საჩივარს განიხილავს, მე მაგალითად ამას მივესალმები. იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოოდ დასრულდება, მე ვფიქრობ, სტრასბურგში საქმის ობიექტურად განხილვის შემდეგ დასრულდება ყველა ის სპეკულაცია, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მათ პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილი აქვთ და ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო და არც იმას, რატომ არ აცნობა სასამართლოს უარის შესახებ ინფორმაცია საიამ საზოგადოებას. ოპოზიციის ერთი ნაწილი მაგალითად ამბობს, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენება პროცედურული საკითხია, რომელსაც სასამართლო სპეციფიური სტანდარტით განიხილავს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საიამ კონკრეტული დავა ფარულობის დარღვევის შესახებ სწორედ მას შემდეგ გააგრძელა, რაც სტრასბურგიდან დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნაზე უარი მიიღო. გაბატონებო რა შუაში. იმიტომ რომ ეს თავისთავად ფორმულირებაა მაშინ საჭირო და ამიტომაც როგორც ჩანს საიამ გააგრძელა უკვე კონკრეტული დავა ამ შემთხვევაში ფარულობასთან დაკავშირებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საიას ექნება საკმარისი მეტი მტკიცებულება იმისთვის რომ ამ საქმეზე გამოვიდეს ასე ვთქვათ დადებითი გადაწყვეტილება და რეალურად ევროპულმა სასამართლომაც დაადასტუროს რომ 2024 წლის არჩევნებზე ფარულობა არ იყო დაცული. რატომ არ თქვა ეს საიამ ეს საერთოდ არ არის ახლა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დროებითი ღონისძიება არის პროცედურული სასამართლო ბერკეტი, რომელსაც აქვს შესაბამისი სტანდარტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის მიტაცებული, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს სტრასბურგი, ეს ბუნებრივია, ბევრ სამართლებრივ ნიუანსს და პრაქტიკას მოიცავს, თუმცა პოლიტიკური ნაწილი ამას უკვე ბუნებრივია აქვს, პოლიტიკური შეფასება გაკეთებულია და განაჩენი გამოტანილი. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლო მორიგ ჯერზე ამხელს ოპოზიციისა და NGO-ების მხრიდან წარმოებულ სპეკულაციურ კამპანიას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ამის დასტურია ისიც, რომ სასამართლომ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე არც კი იმსჯელა. სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა ჩვენ ვიცით, რაც არის ბოლო პერიოდში ყველა შემთხვევაში წააგო ნაცმოძრაობამ და მისმა მხარდამჭერმა არასამთავრობო სექტორმა. დავიწყოთ გნებოთ რუსთავიორიდან, გვარამიას საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა შემთხვევაში მიიღეს უარი. აქაც ამ საქმესთან დაკავშირებითაც სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არა მარტო უარი მიიღეს სტრასბურგიდან, არამედ თქვეს, რომ ამ საქმეს საერთოდ არც კი განიხილავდნენ, სანამ არ დაიწყებოდა საქმის ძირითადი განხილვა. და ეხლა დაიწყო საქმის ძირითადი განხილვა. სტრასბურგს რომ დაენახა, რომ აქ იყო რაიმე ნიშნები განყალბებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იმსჯელებდა მაინც სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რომ შეეჩერებინა თუ არა, გაეუფლებინა თუ არა CSKO-ს შედეგები, მაგრამ დაინახეს, რომ იქ რა თქმა უნდა, მტკიცებულებები აქ ვერაფერი წარმოადგენს და იქ რაც წარადგენდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული დავა სტრასბურგის სასამართლოში სტანდარტული პროცედურით მიმდინარეობს დაჩქარების გარეშე. მომჩივნებს პირველი შეპასუხების ვადა მიმდინარე წლის მაისში აქვთ. მადლობა, ლელა ჯავახიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ბრაზილიის ელჩი შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობაზე და განიხილეს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. აღნიშნა, რომ ბრაზილია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ლათინური ამერიკის რეგიონის სახელმწიფოს საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს. გიორგი ბაშაძემ საპატიმრო დატოვა სტრატეგია აღმაშენების ლიდერს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. ბაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 24 ივნისს დამნაშავეცნო. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მართლ გუნდში ეგრეთ წოდებულ თვით დაპატიმრების რეჟიმზე საუბრობენ და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებმაც კანონი შეგნებულად დაარღვიეს და საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ, გარე ძალების დავალებით მოქმედებენ. სიმართლე გითხრათ 7 თვე რთული იყო, მაგრამ წმენა იმის რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერია, იმდენად დიდია, რომ არც ერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია. ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად, ძალიან განწყობილი. ეს კანონი
რომ არ გამოცხადება დასჯადია სისხლის სამართლის წესით ჩვენ ხელისუფლებას რომ მიეღო მაშინ ჯერ კიდევ რაღაცა საკითხები იქნებოდა რომ აგერ გაამზადეს წინასწარ ეს პლატფორმა მოამზადეს ეს ყველაფერი მე ხელოვნურად შექმნეს ის სიტუაცია რომ ისინი არ მოსულიყვნენ და მე ადგენენ და დააპატიმრეს ეს ხალხი ეს დანაწესი სისხლის სამართლის კოდექსში არის ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ 18 წელია თუ 17 წელია შეიძლება მეტიც ანუ ამ რეგულაციას ჩვენს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს ასე მათ ძალიან კარგად იცოდნენ რას გამოიწვევდა ეს ყველაფერი და გამოიწვია კიდევაც თქვენ თუ გახსოვთ ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა მოუწოდებდით რომ ეს ძალიან ცუდად დამთავრდება კანონი იმოქმედებს და თხოვდით კიდევაც რომ მოსულიყვნენ და თავისი არგუმენტით წარმოედგინეთ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა და მოვიდა კიდევაც რაც იქ ილაპარაკა გახარია მაინდა-მაინც მოსაწონი ჩემთვის არ იყო მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგა და ამ თვითდამპატიმრების რეჟიმს არ მიყვა რატომ უბძანეს მათმა პატრონებმა რომ ასე მოქცეულიყვნენ რაში ჭირდებოდათ მათი ციხეში ყოფნა ან თვითონ რაში ჭირდებოდათ ციხეში წასვლა რატომ ეგონათ რომ ქართველი ხალხი ახლა აშფოთდებოდა როდესაც მათ დააპატიმრნენ არ ვიცი საიდან გაუჩნდათ ეს ილუზია მაგრამ ეს შეცდომა მათ დაუშვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელებთან. საუბარი შეეხო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასაზღვრო სექტორების მშენებლობისა და აღჭურვის საკითხებს. ასევე პროექტებს, რომლებიც მესაზღვრეების გადამზადებას, ოპერატიულ საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას, სანაპირო დაცვის და სასაზღვრო ავიაციის განვითარებას ეხება. გეკა გელაძე მოისმინა ინფორმაცია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროექტებსაც. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს სამართალდამცველებმა, კრიმინალური პოლიციის და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის მოქალაქე დააკავეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის პირადი და ხელბარგის შემოწმებისას ამოიღეს მეთადონის შემცველი 30 აბი. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდები დაკავებულია 3 პირი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 2 მოქალაქეს. ძალადობის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულში მონაწილე 3-ვე პირი მომხდარიდან მალევე აიყვანეს. კიდევ ერთი დაკავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. ქვემო ქართლის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 46 წლის მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა. საკალაკო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გამოკითხეს 5 მოწმე. ბრალდებულებს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება. 12 დაკავებულია, 3-ს გირაო აქვს შეფარდებული. დღეს დაიკითხა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი, რომელსაც უნდა დაედასტურებინა თავისი დასკვნა. ექსპერტი წერილობით განმარტავდა, რომ ვიდეოებში 3 ვიდეო იყოს, რაც წარუდგინეს და თითქოს და მან ამოიცნო იად არახველიძე. დასკვნაში ასევე უწერე, რომ ეს 3 ვიდეო არის გადაღებული სხვადასხვა აპარატი, სხვადასხვა რაკურსზე, სხვადასხვა დრო არის და რას ნიშნავს ეს ლოგიკურად დაკავშირება და თუ რითი დაასკვნა, ჩემთვის გაუგებარი არის. დღეს დაიკითხა 5 მოწმე, რომლებიც იყვნენ ექსპერტები და აღნიშნულმა ექსპერტებმა ჩაატარეს ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზის დასკვნები საქმეში არსებულ ვიდეო ჩანაწერებზე და ექსპერტებმა თავის დაკითხვაში, ასევე ექსპერტიზის დასკვნაში მიუთითეს, რომ აღნიშნული პირები, რომლებიც ვიდეო ჩანაწერზე ჩანა, არიან კონკრეტული ბრალდებულები. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმის, რომ ის პიროვნებები, რომლებიც არიან ჯგუფური ძალადობის მონაწილეები და ასევე სცადეს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება, ნამდვილად არიან ბრალდებულები. ჯონდი ბაღათურია და საინიციატივო ჯგუფის წევრები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ. მათი ინიციატივით მთავრობას მიმართეს. დოკუმენტი, რომელსაც ხელს საინიციატივო ჯგუფის წევრები, მათ შორის დავით ოსეფაშვილი და კახაბერ მაისურაძე აწერენ, მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დარეგისტრირდა. მათი განცხადებით ამ საკითხზე გადაწყვეტილება ქართულმა საზოგადოებამ თავად უნდა მიიღოს. ჩვენ გადაწყვიტეთ, რომ მიმართოთ პრემიერ-მინისტრს მოწვეული იქნეს საყოველთაო სახალხო პლებისციტი შეკითხვით. ინდა თუ არა გაწევრიანება ევროკავშირში და თუ არა გაწევრიანება ნატოში. ეს ახალი ობიექტური რეალობაა. ჩვენ ნახეთ
ნატოში გაწევრიანების სურვილმა რა შედეგები მოუტანა უკრაინას. ჩვენ ხედავთ როგორი მადლიერებით წყალებში დააფასა ევროკავშირმა და ნატომ საქართველოს ერთგულება და ის თავგანწირვა რაც საქართველოს 55 წლის განმავლობაში გაიარა. შესაბამისად და ხალხმა გადაწყვიტოს ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშნვაზე კონტროლი გამკაცრდება. საკითხზე პროფესიული განვითარების საბჭოზე იმსჯელეს. ჯანდაცვის სამინისტრომ პრაქტიკა შეისწავლა, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოვლინდა ნაკლოვანებები და რისკები. რიგ შემთხვევებში ექიმები რეცეპტებს გაცემდნენ დასაბუთების, დიაგნოსტირების და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში რეცეპტს გაცემდა ექიმი, რომელსაც ნებართვა არ ჰქონდა. ასევე მედიკამენტი გაიცემოდა 3-ჯერ მეტი დოზით. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. იგი ეგმება ცვლილებებს ნორმატიულ აქტებში. ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება განსახორციელებელი და სწორედ ამას ვახორციელებთ ახლა იგივე საექიმო საქმიანობაზე, რომელსაც შეეხება რეცეპტების გამოწერიდან დაწყებული სააფთიაქო რგოლების, ასე ვთქვათ, საქმიანობაზე. ბუნებრივია, რომ ყველაფერი ეს ჩვენი ინტერესის საგანია და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებები. მნიშვნელოვანი მიგნებები, რომელიც გვათქმევინებს, რომ ძალიან სერიოზული ხარვეზები კვლავ არსებობს სივრცეში და შესაბამისად აი ამ სივრცეში არსებული ეს ხარვეზები მოითხოვს აუცილებლად მკაცრ და იმავდროულად სამართლიან რეაგირებას. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლოდ როგორ განხორციელდეს რეაგირება, სამართლებრივი რეაგირება, მათ შორის დეონტოლოგიის წესების გამკაცრება ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება სამართლებრივი რეაგირება ასეთ სამართალდარღვევებზე. გამოვლინდა სამწუხაროდ ექიმების მიერ ძალიან ცუდი საექიმო საქმიანობის დარღვევა, კერძოდ ის მედიკამენტები, რომლებიც მიზანმიმართულად არის დანიშნული იმ პაციენტებზე, რომელთაც მათ არ საჭიროებდნენ ამ მედიკამენტებს და ჭარბად იქნა სარეცეპტო ღონისძიებები წარმართული, საბჭომ მოისმინა ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, ვინაიდან მოვისმენთ იმ ექიმების მიერ დახსნა განმარტებას თუ რა მიზნით და რა მიზეზით იქნა ესათვის მედიკამენტი ფსიქოტროპული დანიშნული და მიმაჩნია, რომ ამის შემდეგ მოხდება საბჭოს მიერ გადაწყვეტილება თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მსგავსი ქმედების შემთხვევაში ექიმებზე. ინფრასტრუქტურის მინისტრი აჭარაშია რევას ოხაძემ სულხან თამაზაშვილთან ერთად მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. მათ მოინახულეს ტერიტორიები, სადაც რაგბი სტადიონი და სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს. ინფრასტრუქტურის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე მონახულობენ ბათუმის სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის განსაზღვრულ მონაკვეთებსაც. ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ადგილებზე დეტალურად გავიარეთ რეგიონში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი თუ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს, როგორც საგამანათლებლო, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, რა თქმა უნდა, ეს პროექტები ემსახურება ჩვენი რეგიონის განვითარებას და საერთო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები, მათ შორის ეს არის საგამანათლებლო დაწესებულებების, საგზაო ინფრასტრუქტურის, თუმცა ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ის ობიექტები, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. მაგალითად, ეს არის ქობულეთის მულტიფუნქციური კომპლექსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ შეიქმნას სპორტული ინფრასტრუქტურა და არა მხოლოდ სპორტული, არამედ კულტურული. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სარფის გვირაბის მშენებლობა, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტი არის ამ რეგიონში. 26 ბაღი მარტის თვეში სავარაუდოდ სრულად დასრულდება. ახალი ინიციატივები, როგორც იცით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ფონდთან ერთად არის სპორტული, რომელიც გულისხმობს როგორც რაგბი სტადიონს, ასევე ფეხბურთის, ასევე მულტიფუნქციურ სპორტ კომპლექსსაც. მოვინახულეთ აღნიშნული ტერიტორიები, პროექტანტებთან ერთად გავიარეთ დეტალურად უკვე თუ სად განთავსდება უშუალოდ შენობა და ის მიმდინარე საკითხები და პრობლემები, რომლებიც გადასაჭრელი არის ამ პროექტების წარმატებულად დასრულებისთვის. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით.
დაჯილდოეს წარმატებული თბილისელი სპორტსმენები. ჯილდო წელს 236 სპორტსმენს გადაეცა. მათ, ვინც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული შედეგი დადო. ასევე დაჯილდოდნენ ქალთა და ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდები. 2025 წლის საუკეთესო თბილისელი სპორტსმენი მამაკაცი სანდრო ბაზაძე, ქალი კი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. მათ ჯილდო თბილისის მერმა გადასცა. 2018 წლიდან დღემდე სულ პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდა 921 სპორტსმენი. დღეს 236 თბილისელი სპორტსმენი დავაჯილდოვეთ. გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართული სპორტისთვის, ძალიან ბევრი წარმატება იყო, ძალიან ბევრჯერ აღჟღერდა ქართული ჰიმნი და ძალიან მიხარია ზოგადად ქართული სპორტის წარმატება. ჩემი წარსული ცხოვრება სპორტთან არის დაკავშირებული და ჩემი სახით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი გულშემატკივარი ყავს ქართულ სპორტს, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩემ გუნდთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ქართულ სპორტს, ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა პროგრამები, წახალისება თუ ასე შემდეგ. მადლობა მინდა გადაუხადოთ თბილისის მერიას ამ ჯილდოსთვის, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საუკეთესო თბილისელი სპორტსმენი. ამასთან ერთად დავსახელდი სამინისტრომ დამასახელა საუკეთესო ქალ სპორტსმენად, ოლიმპიური კომიტეტმა საუკეთესო სპორტსმენად. ჩემთვის დიდი მოტივაცია არის ეს ყველაფერი და შევეცდები წელს გავაუმჯობესო ეს შედეგი. ნამდვილად ჩემთვის კარგი წელი გამოვიდა. ყველაფერი ისი მოგებაც კი შეიძლებოდა წელს უფლის წყალობით ყველაფერი შევძელი და მოვიგე, რაც ვთვლი რომ მთლიანად პარალიმპიური კომიტეტის მერის სპორტის სამინისტროს და მთლიანად სახელმწიფოს ესეთი ნდობის და მხარდაჭერის შედეგია. ადგილობრივი სტარტაპერებისთვის საგრანტო კონკურსის მომდევნო ეტაპი იწყება. ახალი ეტაპი ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებულმა კომპანიამ დაანონსა. 200-ზე მეტი განაცხადიდან 40 სტარტაპი შეირჩა. პროგრამის პირველი ფაზა ორთვიან ინტენსიურ სწავლებას და მონიტორინგის პერიოდს მოიცავს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით 4 საერთაშორისო ტოპ აქსელერატორი შემოვიდა ქვეყანაში და ერთ-ერთი ევროპის უმსხვილესმა აქსელერატორმა სტარტაპ ბუტკემპმა დღეს უკვე დაიწყო სტარტაპების გადამზადების პროცესი. სტარტაპ ბუტკემპის ერთი აქსელერატორის ფარგლებში 1200-ზე მეტი სტარტაპის განაცხადი შევიდა. იქიდან არის შერჩეული 40 ყველაზე ასე ვთქვათ დიდი პერსპექტივის მქონე სტარტაპიდია და რა თქმა უნდა სტარტაპ ბუტკემპი ევროპის ყველაზე დიდი აქსელერატორი უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ამ სტარტაპების დაფინანსებას, გზადაგზა, მათი განვითარების ეტაპებთან ერთად. ჩვენი სტარტაპი FITIL აკავშირებს ადამიანებს, რომ დაიწყონ ვარჯიში და ამ დიდ მოგზაურობას ერთად შეუდგნენ და მისცენ ერთმანეთს მოტივაცია. ამ პროექტიდან ჩვენ ველოდებით, რომ გავიცნობთ ადამიანებს უცხოურ ბაზარზე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სტარტაპში არის ის scalability, ჩვენი პროექტის ფართო მასშტაბზე გატანა და ჩვენი მენტორები სწორედ ამას დაგვეხმარებიან და ასევე მოგცემენ რჩევებს თუ როგორ დავამენეჯმენტოთ ფინანსები, დრო და ჩვენი რესურსები. ტრამპი გრენლანდიასთან დაკავშირებით კეთილშობილურ შეთანხმებას ანონსებს. დანია კი წითელ ხაზებზე საუბრობს. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადდება შეთანხმება, რომელიც ვაშინგტონის კუნძულზე საკუთარი ინტერესების რეალიზების ფართო შესაძლებლობებს მისცემს. დეტალები კი ორ კვირაში გახდება ცნობილი. პასუხად დანის პრემიერმა თქვა, რომ არქტიკის რეგიონში, მათ შორის გრენლანდიის გარშემო ნატოს მუდმივი ყოფნა აუცილებელია, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება. მან საუბრა წითელ ხაზებზეც. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ამაზე მოლაპარაკება არ შეგვიძლია, რადგან ეს დემოკრატიული ღირებულებების ნაწილია, აცხადებს ოფიციალური კოპენჰაგენი. დროის ლიმიტი არ არსებობს. ეს სამუდამოა. საუბარია დაახლოებით 50-დან 99 წელზე. ეს განვიხილეთ. სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ, რაც გვინდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვნახოთ რა მოხდება. არ დაგავიწყდეთ. ეს გარიგება ევროპისთვისაც სასიკეთოა, რადგან როდესაც ჩვენ ვართ კარგად, ისინიც კარგად არიან. ყველაფერს ერთად ვიცავთ. ხარჯებს მხოლოდ ოქროს გუმბათის მშენებლობისთვის გავიღებთ. უკრაინამ შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტზე მუშაობა დასრულა. ზელენსკი ამბობს, რომ პროგრესი არის, თუმცა მთავარი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ისევ ღიად რჩება. სამშვიდობო პროცესში კი მოსკოვიც და კიევიც კომპრომისზე უნდა წავიდნენ. დღეს და ხვალ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იგეგმება შეხვედრა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით, რომელშიც უკრაინელი, ამერიკელი და რუსი მომლაპარაკებლები ჩაერთვებიან. შეხვედრას წინ უძღოდა ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფის ვიზიტი მოსკოვში, ის პუტინს შეხვდა, რასაც კრემლმა შინაარსიანი და კონსტრუქციული უწოდა.
ეს იქნება პირველი სამხრივის შეხვედრა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 2 დღის განმავლობაში გაიმართება. იმედი მაქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ამის შესახებ უკვე აქვთ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებისგან. დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკური აქტივობა კიდევ უფრო მწვავდება. შეერთებული შტატების სამხედრო გემებმა ირანისკენ კურსი უკვე აიღეს. ტრამპი იმედოვნებს, რომ ვითარების რადიკალიზაცია არ მოხდება და ამერიკელ სამხედროებს პირდაპირ დარტყმების განხორციელება არ მოუწევთ. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, განცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ისევ განიხილება შესაძლო სამხედრო ინტერვენცია დემონსტრანტების თავდაცვის მოტივით. ირანის მიმართულებით ჩვენი დიდი ფლოტი მიემართება. დიდი ყურადღებით ვაკვირდებით რა მოხდება. 837 ადამიანი ხუთშაბათს უნდა ჩამოეხრჩოთ. მე ვუთხარი თუ ამას გააკეთებდნენ, ძლიერად დავარტყამდით. რაც თქვენს ბირთვულ ობიექტებს დავმართეთ, ამასთან შედარებით ბავშვურ თამაშად მოგეჩვენებათ მეთქი. ამის გამო ეს საშინელება აღსრულებამდე 1 საათით ადრე შეაჩერეს. კი არ გადადეს, არამედ გააუქმეს. ეს კარგის ნიშანია. თუმცა ჩვენ გვყავს არმადა, გვყავს მასიური, ძალიან მასიური ფლოტი, რომელიც უკვე დაიზრა ირანის მიმართულებით. შესაძლოა მისი გამოყენება არ დაგვჭირდეს, მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ციკლონმა ჰარიმ იტალიას მილიარდ ევროზე მეტი ზარალი მიაყენა. სიცილია და სარდინია სტიქიის ეპიცენტრია. ბოლო მონაცემებით ზარალმა მილიარდ ევროს გადააჭერბა, განადგურებულია საავტომობილო გზები, პორტები და სანაპირო ზოლში მდებარე ობიექტები. მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული სანაპირო დაცვა. სტიქიის ზონაში მობილიზებულია 500-მდე მაშველი, 100-ზე მეტი ერთეული სპეციალური ტექნიკა. სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი კვლავ ბლოკირებულია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრიდან პიკოს ბავშვთა კვების პარტია ამოიღო. მიზეზი საფრანგეთში ბავშვთა კვების კონკრეტულ ხაზში ტოქსინის აღმოჩენის სავარაუდო ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ევროკავშირის სწრაფი განგაშის სიგნალი არ მიუღია, უწყებამ და დისტრიბუტორმა კომპანიამ პრევენციული ღონისძიებები უკვე გაატარეს. წარმოებელი კომპანია კი მისი პროდუქციის კვლევებს გეგმავს. ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემის RASP-ის მეშვეობით სააგენტოს ჯერჯერობით ინფორმაცია არ მიუღია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა სააგენტოს პრევენციის მაღალი დონიდან გამომდინარე აღნიშნული პროცესი დაწყებული აქვს. შესაბამისად, ჩვენი ზედამხედველობით ხორციელდება აღნიშნული პარტიის სურსათის ამოღება გამოთხოვის პროცედურა და მოკვლევის შედეგად დამატებით ინფორმაციას მოგაცვლით. ზუგდიდში აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. პორტალი აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის შექმნა და მათ საშუალებას აძლევს ერთიან ციფრულ სივრცეში ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე. დღეს ქალაქ ზუგდიდში გაიმართა აფხაზეთის მთავრობის ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია, სადაც ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს წარუდგინეთ ეს სიახლე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია მათ საჭიროებებთან. ნებისმიერ დევნილ ბენეფიციარს შეუძლია ამ ელექტრონული პორტალის საშუალებით ჩვენ სამინისტროებში არსებული პროგრამების შესახებ მიიღოს ინფორმაცია, შემოიტანოს განაცხადი და ისარგებლოს ამ პროგრამებით. აფხაზეთის მთავრობის ერთიანი საინფორმაციო ელექტრონული პორტალის ნოვადობის გაზრდის მიზნით დღეს დაიწყეთ საინფორმაციო კამპანია. პირველი შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გავმართეთ დევნილ მოსახლეობასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ პროგრამის პრეზენტაცია, რაც აფხაზეთის მთავრობამ დღეს გააკეთა. ეს არის ახალი შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვის ნამდვილად საჭიროებენ დახმარებას. მეტი ინფორმაციისთვის ეწიათ ჩვენ ვებგვერდს rusavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rusavi2-ის Facebook გვერდზე. კურიერი გებშნობებათ 6-ად. დროებით.